მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. მე ვარ ჯამბული კოხრეიძე, ჯაბა კოხრეიძე, კლინიკა სერაფიტის წამყვანი სპეციალისტი, რეაბილიტოლოგი, მასაჟისტი, ფიზიოთერაპევტი. მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი ბლოგებში თუ ვიდეო ჩანაწერებშიც ფიზიოთერაპიის, მასაჟის, ვარჯიშების ურთიერთშესაბამისობაზე და მათი გამოყენების აუცილებლობაზე საყრდენ მამოძრავებელი სისტემის და არა მარტო ამ სისტემის პათოლოგიების მკურნალობის დროს. უმნიშვნელოვანესია ერთი რამ, რომ ხშირად გავიგონებთ ამ ბოლო დროს სხვადასხვა გამოსვლებში, თეატრის დროს მასაჟი არ შეიძლება, თეატრის დროს ფიზიოთერაპია არ შეიძლება, ვარჯიშები არ შეიძლება რაღაც ეტაპზე, რაღაც დონეზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ყველას პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს, ჩვენ ძირითადად მეგობრობთ ერთმანეთთან კიდეც. უბრალოდ ჩემი ემპირიული გამოცდილებით გეუბნებით, ეს გამოცდილება უკვე მე-4 საუკუნეზე მეტია, გროვდება, რომ მასაჟიც, ფიზიოთერაპიაც, ვარჯიშებიც არის აუცილებელი ყველაზე, ასე ვთქვათ, საჭირო პროცედურები, მათ შორის თეატრის და საყრდენ მამოძრავებელი სისტემის სხვა პათოლოგიების სამკურნალოდ. აქ გულისხმობს სახსრებს, ჩემო ბატონო, გულისხმობ კუნთებს და ასე შემდეგ. მთავარი არის რეაბილიტოლოგმა და შესაბამისი პროფილის სპეციალისტმა ზუსტად განსაზღვროს, როდის გამოიყენოს რა პროცედურა. ხა ფიზიოთერაპიაში მაგალითად ჩვენს ცენტრში, კლინიკა სერაფიტში 27 სხვადასხვა დასახელების პროცედურა ტარდება. ზოგჯერ მოდიან პაციენტები დანიშნულებით და დანიშნულებაში უწერიათ მხოლოდ ფიზიოთერაპია. ახლა ფიზიოთერაპიიდან რომელი კონკრეტული პროცედურა უნდა შეარჩიოს, სასურველია რომ ეს კონკრეტული დანიშნულება მას მკურნალმა ექიმმა მისცეს, ვინც დიაგნოზი დაუსვა და ამ დიაგნოზის დასმაზე, რა თქმა უნდა, მკურნალი ექიმი აგებს გარკვეულწილად პასუხს. რეაბილიტოლოგი მხოლოდ ანამნეზის მიხედვით შეძლებს დაახლოებით დასვას, ასე ვთქვათ, დიაგნოზი გარკვეული ჩივილების მიხედვით, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი ეკუთვნის, რა თქმა უნდა, მკურნალ ექიმს, რომელიც ეყრდნობა მისსავე დაწესებულებაში მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნებს. ჩვენი ამოცანა რეაბილიტოლოგების ამ შემთხვევაში არის ზუსტად შეარჩიოს იმ 27 თუ 30 პროცედურიდან ზუსტად რომელი არის საჭირო პაციენტისთვის. იმ ვარჯიშებიდან, რომელიც უხვად არის დღეს ჩვენს განკარგულებაში, რომელთა მოძიება შეიძლება უკვე ინტერნეტ ქსელშიც, შეარჩიოს ზუსტად ის ვარჯიშები, რომელიც კონკრეტული პაციენტისთვის არის მიზანშეწონილი. მასაჟი არსებობს ხმაქსოვილოვანიც, არსებობს მსუბუქი მასაჟიც, არსებობს სხვადასხვა ტიპის ხელით, მანუალური, აპარატული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომელი მასაჟი შეიძლება იყოს კონკრეტული პაციენტისთვის მიზანშეწონილი. ეს უკვე რეაბილიტოლოგების პრეროგატივა არის და მათი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების ქვემდებარებაში არის. ამიტომ შეუძლებელია, რომ მხოლოდ დიაგნოზის მიხედვით თუ არ გავითვალისწინებთ პაციენტის ასაკს, თუ არ გავითვალისწინებთ ამ დიაგნოზის ფონზე რა გვერდითი კიდევ მოვლენები აქვს პაციენტს, შეუძლებელი არის ზუსტად განსაზღვროთ ყველასთვის ერთნაირად რა პროცედურები შეიძლება გამოვიყენოთ მათ სამკურნალოდ. მაგალითად, ელემენტარულად L4, L5 დისკის თეატრი 8 მმ ზომის. შეიძლება გქონდეს 84 წლის მამაკაცსაც და შეიძლება გქონდეს 25 წლის ახალგაზრდა კაცსაც. შეიძლება გქონდეს ასაკით
არა მარტო ასაკით, არამედ სქესით განსხვავებულებს იგივე დიაგნოზი აბსოლუტურად. შეიძლება გქონდეს სპორტული აღნაგობის პაციენტს და არასპორტული აღნაგობის სუსტი კუნთოვანი კორსეტის მქონე. როგორ შეიძლება მათ ერთნაირი ვარჯიშების სისტემა შევთავაზოთ ან ერთნაირი ფიზიოთერაპიული პროცედურები, ერთნაირი სიმძლავრით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემოკარგებო ენდეთ გამოცდილ რეაბილიტოლოგებს და არჩევანის გაკეთების დროს გაითვალისწინეთ არა მარტო ის თუ მათ ვინ მოარჩინეს კონკრეტული დაავადების შემთხვევაში, არამედ რამდენად შემოქმედებითად, რამდენად სწორად უდგებიან საჭირო პროცედურების შერჩევის მომენტს. ამ ბოლო დროს კიდე ვიმეორებ აი სხვადასხვა გამოსვლებში ჩემთვის ღრმად პატივსაცემი ადამიანები, სპეციალისტები გავიგონებთ ხოლმე ამ გამოსვლებში. აი ელექტროფორეზი მიგვაჩნია რომ არ არის აუცილებელი მეთოდი, ან ლაზეროთერაპიაზეც გავიგონეთ რომ იგივე არ არის აუცილებელი ეს პროცედურა და უფრო კარგი არის თქვათ სხვა აი მაგნიტოთერაპია თქვათ. ყველა მიმართულებას თითოეულ მეთოდს გააჩნია თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები. მთავარია რეაბილიტოლოგმა ზუსტად იცოდეს როდის შეიძლება ელექტროფორეზი და როდის არ შეიძლება იგი. მაგალითად ლაზეროთერაპია და სხვა მთელი რიგი პროცედურებისა თავისუფლად შეიძლება ამოვიღოთ გამოყენების არსენალიდან თუ პაციენტს აღენიშნება სიმსივნური წარმონაქმნები. არ არის აქ აუცილებელი მანდა მაინც ავთვისებიან სიმსივნეზე, თუნდაც კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის შემთხვევაში დაუშვებელი არის თქვათ ისეთი ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარება, რომელიც ხელს უწყობს იმ უჯრედების, სიმსივნური უჯრედების განვითარებას და აღორძინებას. ეს ელემენტარული რამ არის. ანუ ჩემი საუბრის მთავარი მომენტი კიდევ მინდა ხაზი გაუსვა ამას არის ის რომ მაქსიმალურად შევარჩიოთ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან მასაჟი, ვარჯიშები, ფიზიოთერაპია, კონკრეტული მეთოდები, კონკრეტული სიმძლავრეებით და კონკრეტული შესაძლებლობებით. და კიდევ მთავარი არის რომ ვიცოდეთ ამ სამ მიმართულებაზე უკეთესი მეთოდი საყრდენ დამოძრავებელი სისტემის კურნალობაში არ არსებობს. ეს პაციენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ იმეს ურჩევნია რომ ვიღაცამ ჩაუსვას დისკი თქვა და ერთ დღეში ან ორ დღეში მორჩეს და ასე შემდეგ, ეს ყველას გვირჩევნია ჩვენ, მაგრამ ესეთი მეთოდები ბუნებაში სამწუხაროდ არ არსებობს. მე ყოველ შემთხვევაში არ მაქვს ესეთი ემპირიული გამოცდილება, რომ ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის სპონდილოზი, ართროზი, ართრიტი, ერთი-ორ დღიანი, ასე ვთქვათ, манипуляციებით იკურნებოდეს. ამიტომ იმათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების მიღების დროს პაციენტიც აგებს გარკვეულწილად პასუხისმგებლობას თავს. ანუ პასუხისმგებელი არის პაციენტიც მის მიერ შერჩეულ მეთოდებზე. მე გირჩევთ, აირჩიეთ კომპლექსური მკურნალობის მეთოდები. ფიზიოთერაპია ღრმად აღწევს, სხვა ვერაფერი ვერ აღწევს. ეპიცენტრამდე, დაავადების ეპიცენტრამდე, გინდ ელექტროფორეზი იყოს ეს, ფონოფორეზი, ლაზეროთერაპია, ტეკართერაპია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვარჯიშები ინარჩუნებს ფიზიოთერაპიით მიღწეულ შედეგებს და მასაჟი აღრმავებს დანარჩენი ორი მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებების შედეგებს. მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება თქვენს ჩემო მეგობრებო. ჯანმრთელობას გისურვებთ.